მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოვილი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ კიდევ ერთ სანთლების კომბინაციას, რომელსაც ეწოდება შთანთქმა. მე მინდა გითხრათ თავიდანვე, რომ ეს ძალიან ძლიერი კომბინაცია არის, თუმცა მისი გამოყენება როგორც ჩვეულებრივი სანთლების კომბინაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ტრენდის მიმართულებით, რადგანაც უფრო იოლია ამ დროს, რომ დავინახოთ ჩვენ უკვე კორექციული უკუსულის დასრულება და ახალი ტრენდული მოძრაობის დაწყება. ამავე დროს მნიშვნელოვანი არის, რომ შთანთქმის კომბინაცია მოხდეს ძლიერ ფასთან, ან სარკისებურ დონესთან და ასე შემდეგ. ანუ უნდა გქონდეს რამდენიმე ხელჩასაჭიდი ფაქტორი. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ტრენდული მოძრაობა, მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, ძლიერ ფასთან მისი გამოჩენა. შესაბამისად, ზუსტად აი ამ ფასებთან ჩვენ უკვე ვუყურებთ უფრო დაწვრილებით სანთლებს და ვიყენებთ ამ სანთლების კომბინაციას. როგორ გამოიხატება ახლა ჩვენთვის ეს შთანთქმა? შთანთქმა არის, რა თქმა უნდა, აი ამ ორი სანთლის კომბინაცია, მაგალითად როგორც არის წარმოდგენილი აი აქ უშუალოდ, ეს არის ორი სანთლის კომბინაცია, სადაც დაღმავალი სანთელი ამ შემთხვევაში დაღმავალი მოძრაობად აღიქმება, ანუ კორექციულ უკუსლად, შესაბამისად ჩვენ ტრენდი გვაქვს აღმავალი და სწორედ აი ამ დაღმავალი სანთლის შთანთქმა მოხდა ერთ სანთელში. აქ მნიშვნელოვანი არის რამდენიმე დეტალი, ახლა თქვენ უყურებთ, რა თქმა უნდა, ყველაზე ესე ვთქვათ გამორჩეულ შთანთქმას, ანუ კლასიკურ შთანთქმას, რა დროსაც წინა სანთლის სტანი ჯდება მომდევნო სანთლის სტანში და ასევე ჩრდილებიც კი ზედა და ქვედაც ჩრდილი მთლიანად შთაინთქმება ზედა და ქვედა თეთრი სანთლის ჩრდილით. შესაბამისად ჩვენ აქ გვაქვს სრულყოფილი შთანთქმა, რომლის შემდეგაც, ანუ როდესაც ეს ტაიმფრეიმი ჩვენ H1-ის ტაიმფრეიმზე ვიმყოფებით, შესაბამისად ეს საათი როცა დაასრულებდა მუშაობას, ჩვენ შეგვეძლო შევსულიყავით buy-ის პოზიციაზე, stop-loss-ი დაგვეყენებინა შთანთქმის კომბინაციის ქვეშ, ამ შემთხვევაში stop-loss-მა შეადგინა 100 პუნქტი და take profit-ი გადაგვედო პირდაპირ 300 პუნქტზე, შესაბამისად ჩვენ შევასრულებდით აი money management-ის ზუსტად იმ წელს, რომელსაც ეძახიან 1-3-თან. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ხედავთ, ბაზარმა გააგრძელა მოძრაობა აღმავალი მიმართულებით და მიაღწია ზუსტად 300 პუნქტს. ეხლა რაც შეეხება საპირისპირო შთანთქმას, ანუ ამ შემთხვევაში იგივე პირობები არის აბსოლუტურად გათვალისწინებული, ანუ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ძლიერი ფასი, ტრენდი ამ შემთხვევაში დაღმავალია, ძლიერ ფასთან მივიდა უშუალოდ ჩვენი სანთლები, ანუ მოხდა კორექციული უკუსლა ძლიერ ფასამდე და მოხდა ესე ვთქვათ შთანთქმის კომბინაცია. როგორც ხედავთ, აქაც არის აღმავალი სანთელი, რომელიც მთლიანად შთანთქა აი ამ დაღმავალმა სანთელმა. სწორედ აი ამ სანთლის დასრულების შემდეგ უნდა შესულიყავით სელის პოზიციაზე, stop-loss-ი მაქსიმალურ წერტილზე, ამ შემთხვევაში stop-loss-მა შეადგინა 30 პუნქტი, take profit-ი, როგორც ხედავთ, მიაღწია ბაზარმა take profit-ს 90 პუნქტი და აქაც შესრულდებოდა ზუსტად ის money management-ის წესი, რომელსაც ძირითადში ტრეიდერები იყენებენ. რაც შეიძლება ითქვას აი ამ შთანთქმის კომბინაციაზე, რომ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არის, ესე ვიტყოდე, ცოტა არაკლასიკური ფორმა, როდესაც წინა შემდეგი სანთლის, აი ამ შავი სანთლის მაქსიმალურმა მწვერვალმა ვერ გადალახა თეთრი სანთლის მაქსიმალური მწვერვალი. თუმცა თუ ზუსტად აი ესეთი კომბინაცია გვაქვს, ანუ თეთრი სანთელი ამ შემთხვევაში პატარა არის და შავ სანთელში მთლიანად ჯდება, თავისი ჩრდილებიანად ჯდება თეთრი სანთელი, რა თქმა უნდა, ესეც აღიქმება, ესე ვთქვათ, სრულყოფილ შთანთქმად, ისევე როგორც აღიქმება სრულყოფილ შთანთქმად ზუსტად ეს კომბინაცია, სადაც ჩრდილებმა გადალახეს წინა სანთლის ჩრდილებიც. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.